მე საფრანგეთის გვიანაში უაღრესად სიმბოლურ ადგილას ვარ. სწორედ აქედან ქალაქ კურუდან აფრინდება რუსული სოიუზის ტიპის რაკეტები, რომლებსაც ევროპაშიც იყენებენ. ეს ადგილი უცხოური წარმოების რაკეტებზე დამოკიდებულების სიმბოლო იყო. დღეს აქ ტექნოლოგიების ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, რათა მან შეძლოს გაუშვას მრავალჯერადი მინი რაკეტა სახელწოდებით მაია. თუმცა ამ ტექნოლოგიური მიღწევის ამბავი ათასობით კილომეტრის მოშორებით საფრანგეთის ქალაქ ვერნონში დაიწყო, სადაც კომპანია Maya Space-ის ინჟინრები ამ ახალი თაობის რაკეტაზე მუშაობენ. და სწორედ ეს ადგილი მინდა გაჩვენოთ ჩვენი გადაცემის დამზადებული ევროპაში სპეციალურ გამოშვებაში, რომელიც კოსმოსის ათვისების ევროპულ მიდგომას ეძღვნება. პარიზის ბიზნეს უბანში, La Défense-ში დილის 7 საათია. უბანი იღვიძებს. კვირაში ერთხელ ჟიუსტინი აქედან ქალაქ ვერნონში მიდის, ნორმანდიაში, სადაც კომპანია Maya Space ოპერირებს. სწორედ აქ აწყობს და ავითარებს ფრანგული სტარტაპი რაკეტის გამშვებ მრავალჯერად მინი დანადგარს. დღესდღეობით ეს დანადგარი ამ ტიპის ყველაზე მაღალტექნოლოგიური პროექტია ევროპაში. უკვე 3 წელიწადნახევარია Maya Space-ში მუშაობ რაკეტების მამოძრავებელი სისტემის ინჟინერად, ეგრეთ წოდებული Kickstage-ისთვის. Kickstage რაკეტის გაშვების მრავალსაფეხურიანი სისტემის მესამე საფეხურია, რომელსაც თანამგზავრი საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მიჰყავს. რაც შემსაქმიანობაში სულ უფრო მეტად მომწონს არის ის, რომ ეს არ არის რუტინული სამუშაო და ვხედავ, თუ როგორ ხორციელდება ის იდეა, რომელიც თავიდან ჩავიფიქრეთ. ვხედავთ, თუ როგორ ტარდება ცდები და საბოლოოდ იმასაც ვიხილავთ, როგორ გაფრინდება რაკეტა რამდენიმე წელიწადში. ჟიუსტინის მოვალეობა შექმნეს მყარი გარანტია, რომ პირველი ფრენების დროს Kickstage-ის სისტემა შეძლებს კორპუსის დასაძრავად საკმარისი სიჩქარის აკრეფას გაფრენის პირველი მცდელობის დროს. ეს მიდგომა განსხვავდება ტრადიციული კოსმოსური ინჟინერიისაგან. ჩვენ აქ პირდაპირ გამოვცდით იმ კომპონენტებს, რომლებსაც კოსმოსურ სექტორში ტრადიციულად გამოწმებით მრავალი გამოთვლითი პერიოდის განმავლობაში. ჩვენ უშუალოდ კომპონენტებზე ვატარებთ ცდებს, მაშინ როცა ტრადიციულად კოსმოსის სფეროში მიჩვეულები ვიყავით, რომ ცდის შედეგი მრავალი გათვლის საფუძველზე უნდა გადაგვემოწმებინა. საკმაოდ სწრაფად ვაკეთებთ ტესტებს, რაც საშუალებას გვაძლევს დროულად აღმოვფხვრათ ის შეცდომები, რომლებიც ტესტირებამდე ვერ გავთვალეთ. აღნიშნული პროექტი სწორედ ამ მიდგომის საფუძველზე ვითარდება, რომელსაც სცადე და ისწავლეს უწოდებენ. ამავე მიდგომის დახმარებით აპირებს არიანი გრუპი, კოსმოსის ინდუსტრიის ევროპული გიგანტების, Airbus-ისა და საფრანის ერთიანი წარმოს ფილიალი, რომ თავისი რაკეტა 5 წელიწადში შექმნას მაშინ, როცა ტრადიციულად ამ პროცესს 10-15 წელი სჭირდება. ამას გავარკვევ რაფაელთან ერთად, რომელიც ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი და სამეცნიერო კომუნიკაციების ექსპერტია. ახლა Maya Space-ის საამქროში ვიმყოფებით პროტოტიპების ქარხანაში, სადაც ქმნით და ვაწყობთ Maya-ს რაკეტის გამშვები დანადგარის სხვადასხვა ქვესისტემის პროტოტიპებს. აი აქ გვაქვს რაკეტის პირველი საფეხურის მზა პროტოტიპი, რომელიც დაახლოებით 30 მეტრის სიგრძისაა და ცოტა უფრო ზემოთ განთავსებულია რაკეტის მეორე საფეხურის სისტემა. სწორედ ამ პირველი საფეხურის სისტემას გამოიყენებენ რამდენჯერმე, როგორც ამას უკვე დაახლოებით 10 წელი აკეთებს Elon Musk-ის SpaceX-ი. Maya-ს დახმარებით ევროპა ცდილობს მას დაეწიოს. ევროპას აქამდე არ გააჩნდა მრავალჯერადი ვერტიკალური აფრენა-დაფრენის ტექნოლოგია, ამიტომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კომპანია გაერთიანებს ასეთი ტიპის ტექნოლოგიებს და გზას გაუხსნის უფრო მძიმე წონის ევროპული რაკეტების ტექნოლოგიის განვითარებისკენ. Maya-ს პლატფორმის გამოყენება სულ მცირე 4-ჯერ იქნება შესაძლებელი. რაკეტის პირველი საფეხურის სისტემის ხელახლა გამოყენების წყალობით ხარჯი შემცირდება და კონკურენტუნარიანობა მოიმატებს. Maya 4 ტონამდე წონის თანამგზავრის გატანა შეძლებს დედამიწის ქვედა ორბიტაზე. ეს კი მცირე თანამგზავრების ბაზრის სწრაფი ზრდის საშუალებას იძლევა, რომლებსაც როგორც წესი დედამიწაზე დაკვირვებისა და კომუნიკაციებისთვის იყენებენ. ეს ერთგვარი კოსმოსური ტაქსია, რადგან ჩვენ შევძლებთ უფრო მსუბუქი ტვირთის გაშვებას, მძიმეწონიანი თანამგზავრების გამტან რაკეტებთან შედარებით, რომლებსაც კოსმოსის ავტობუსებს უწოდებენ. Maya Space-ის მიზანია ტაქსის მომსახურება ავტობუსის ბილეთის ფასად შესთავაზოს მომხმარებელს. მრავალჯერადი გამოყენების ევროპული მინი-სარაკეტო გამშვები პლატფორმის შემუშავება მხოლოდ ტექნოლოგიის საკითხი არ არის. ეს მოდელი ევროპული კოსმოსური სექტორის ეკონომიკის რევოლუციასაც გულისხმობს. აი ასეთ მოდელს გვთავაზობს ეს სტარტაპი. მაინც როგორია ეს მოდელი? ამ კითხვას კომპანიის ხელმძღვანელს დავუსვამთ. L'industrie spatiale est en train de se transformer. კოსმოსური ინდუსტრია ტრანსფორმაციას განიცდის, რაც ძირითადად ტექნოლოგიური ცვლილებებით არის განპირობებული. ჩვენ გარკვეულ ტექნოლოგიებს ვაქუცმაცებთ და ხარჯს საგრძნობლად ვამცირებთ. ხარჯის ასეთი შემცირება ნიშური ბაზრების მასობრივ ბაზრებად გარდაქმნის შესაძლებლობას იძლევა. Des marchés de niche potentiellement en des marchés de masse.
ამერიკული კომპანია SpaceX იყო პირველი, რომელმაც 2015 წელს დაარღვია კოსმოსის ინდუსტრიაში მთავრობის დომინანტობის ტრადიციული მოდელი. ეს ინდუსტრია კოსმოსური პროგრამების ნაცვლად კოსმოსური პროდუქტების შექმნაზე გადავიდა. SpaceX-ის პატრონმა ილონ მასკმა მრავალჯერადი რაკეტების კოსმოსში ხშირი გაშვებით კოსმოსის ათვისების ახალი ეპოქა დაიწყო. ამ ბიზნეს მოდელს კერძო სექტორი და მოქნილი ინდუსტრიული მეთოდები უყრიან საფუძველს. ევროპამ ხელიდან გაუშვა ეს გარდამტეხი მომენტი ეკონომიკური ანალიზის გამო, რომელიც არასწორი აღმოჩნდა. ევროპამ არ დაიჯერა, რომ მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობის წარმოებას შეიძლებოდა ეკონომიკური სარგებელი მოეტანა. ევროპას ნამდვილად შეუძლია ამ ტექნოლოგიების განვითარება და ჩვენ უკვე მესამე წელია, რაც სწორედ ამაზე ვმუშაობთ. თუ გსურს კონკურენტ უნარიანი ვიყოთ, უნდა შევძლოთ, რომ მიუახლოვდეთ SpaceX-ის Falcon 9-ის წარმოების ხარჯს 1 კილოგრამზე. de Falcon 9 de SpaceX. როგორც ინსტიტუციური, ისე კერძო მომხმარებლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაკეტის გაშვების მდგრად სიხშირეზე გასვლა საჭირო. ამიტომ კომპანია აჩქარებს თავისი პირველი რაკეტის შექმნის პროცესს. მისი ოპტიმალური დიზაინი რომ განსაზღვროს, კომპანია უფრო ხშირად ატარებს ცდებს. ჩვენ სხვადასხვა საცდელი მოწყობილობით სავსე ტერიტორიაზე ვიმყოფებით. პირველი დანადგარი, რომელიც ყვითელ და წითელ ფერებშია, საშუალებას გვაძლევს, რომ მაიას სარაკეტო გამშვების ორი საფეხური ერთმანეთისგან გავაცალკევოთ. ხოლო მეორე მოწყობილობა, ბეტონის კონსტრუქცია, საშუალებას გვაძლევს გავზომოთ იმ მექანიკური დარტყმების სიძლიერე, რომელსაც პრომეთეს ტიპის ძრავების ბიძგები აყენებს სარაკეტო გამშვებს. შეგვიძლია უფრო ახლოს მივიდეთ, რომ ეს მოწყობილობები უკეთესად დავინახოთ. აი ამ ჩარჩოში განთავსდება 3 პრომეთეს ტიპის ძრავა, რომლებიც რაკეტას ფრანგულ გვიანიდან აფრენის საშუალებას მისცემს. აქ კი ვამოწმებთ, თუ როგორია რაკეტის კონსტრუქციის მექანიკური მედეგობა ძრავების მიერ მიყენებული ბიძგებისადმი, რათა დავწმუნდეთ, რომ კონსტრუქცია არ დაიშლება. რაკეტის მეორე საფეხურის ეს ნახევრად დაშლილი პროტოტიპები, რომელთაც ცდებს გაუძლეს, თვალნათლივ ადასტურებენ ამ სტარტაპის მიერ შემუშავებული მეთოდის ძალასა და მნიშვნელობას. Sur cet essai-là, effectivement, on est allé au-delà de la limite que l'on ამ ცდის შედეგება მოლოდინს გადააჭარბა. მასალამ იმაზე გაცილებით მეტ დატვირთვას გაუძლო, ვიდრე ჩვენ ველოდით. ეს კი მომავალში ახალი ნიმუშების დიზაინის მოდიფიკაციისა და გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. L'amélioration du design pour les exemplaires futurs. კომპანია MySpace-მა უკვე დადო მრავალწლიანი კომერციული კონტრაქტები. რაკეტის პირველი კომერციული გაშვება 2027 წლის დასაწყისში იგეგმება. მძიმე რაკეტების გამშვები Ariane 6-ითა და მცირე რაკეტების გამშვები MySpace-ის შექმნით ევროპა კოსმოსის ათვისების სფეროში თავის დამკვიდრების დამატებით გარანტიებს ქმნის.